ინვაზიის შემცირება თანამედროვე ქირურგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, იმისთვის, რომ მინიმალიზირებული იყოს ქსოვილების კოლატერალური დაზიანება. ინვაზიის შემცირების ერთ-ერთ მეთოდს მიეკუთვნება ენდოსკოპიური ქირურგია. მაგალითად, მუცლისღუს ქირურგიაში ეს არის ლაპარასკოპიული ოპერაციები, ორთოპედიაში ართროსკოპიული ოპერაციები. სწორედ ესეთი ოპერაციების რიგს მიეკუთვნება ნეიროენდოსკოპიური ქირურგიული ინტერვენციები. ხოლო ამ ნეიროენდოსკოპიულ ოპერაციებში ერთ-ერთი უახლესი და ყველაზე თანამედროვე მეთოდი არის ტრანსორბიტალური ნეიროენდოსკოპი, რომელიც ძალიან ახალია და ფართედ ინერგება მთელი მსოფლიოს კლინიკებში. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ჩატარებული 300-მდე ტრანსორბიტალური ნეიროენდოსკოპიური პროცედურებიდან 10 ოპერაცია ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისშია ჩატარებული. ჩვენს მიერ ჩატარებული ოპერაციების ხარისხმა და ინოვაციურობა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. გვაქვს პუბლიკაციები ამერიკულ და ევროპულ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში. ვიწვეული ვიყავი მოხსენებებით ამერიკული ჰოსპიტალის ტრანსორბიტალური ნეიროენდოსკოპიური გამოცდილების გაზიარების მიზნით ევროპის, ამერიკის და მსოფლიო ნეიროქირურგთა საზოგადოების კონგრესებზე. აქედან განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ენდოსკოპიური ტრანსორბიტალური საზოგადოების კონგრესი და კადავერ ვორქშოპი, რომელიც ჰონკონგის და ტრანსორბიტალური ნეიროქირურგიული საზოგადოების მიერ ერთობლივად იქნა ორგანიზებული. განსაკუთრებული პატივია, რომ გავხდი ამ საზოგადოების საერთაშორისო კომიტეტის წევრი, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავს ჩვენი ქირურგიული ოპერაციების მაკაფალ აკადემიურ ხარისხს და ამ წარმატებაში განსაკუთრებული როლი შეიტანა ამერიკული ჰოსპიტალის ნეიროქირურგიული გუნდის თანამშრომლებმა ბუბა შალამბერიძემ, მალხაზ კიცურაშვილმა და ცოტა ჩხიკვიშვილმა და რა თქმა უნდა ჩვენმა უმცროსმა ექიმებმა.